1947 წელი, რომელსაც ნამდვილად შეგვიძლია უწოდოთ ცივი ომის დასაწყისი, რეალური დასაწყისი. ამ წელიწადს ნათელი გახდა ტრუმენის დოქტრინა და თავის ყველაზე უფრო ტრაგიკულ ფაზაში შევიდა ჩინური სამოქალაქო ომი, რომელიც გარკვეული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ ცივი ომის მუდმივი ლეიტმოტივია. ჩინური სამოქალაქო ომი. 1 იანვარი გომინდანმა ჩინეთის კონსერვატიულმა პარტიამ ჩინეთის კომპარტიას დაზავების წინადადებით მიმართა. უშედეგოდ ჩინეთში გაგრძელდა სამოქალაქო ომი. მთელი წლის განმავლობაში ეს ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს, მხოლოდ 58 წელს გამოჩნდება კომპარტიის ჯარების უპირატესობა. 26 იანვარი ავიაკატასტროფა კოპენჰაგენში. ამერიკული თვითმფრინავი დუგლას C-47 აფეთქდა და დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის შვედეთის უფლისწული გუსტავ ადოლფი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლის ლაიტმოტივი არის ამერიკული თვითმფრინავის დუგლასის მუდმივი ავიაკატასტროფები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში. ეს არის თვითმფრინავი, რომელიც შესყიდული აქვს საბჭოთა კავშირშიც, რომელიც არის ევროპაში, რომელიც არის ამერიკაში. შეიძლება ითქვას, ამერიკული თვითმფრინავის დუგლასის ავიაკატასტროფები წითელი ზოლებით გასდევს ისედაც საკმაოდ მძიმე და დრამატულ წელიწადს. 31 იანვარი პოლონეთში კომუნისტები ხელში იღებენ ძალაუფლებას, ჯერ არაოფიციალურად. 10 თებერვალი ანტიფაშისტურმა კოალიციამ ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას იტალიასთან, რომელმაც უარი თქვა თავის კოლონიებზე. ლაპარაკია იტალიის ორ კოლონიაზე, ეს არის ალბანეთი და ეთიოპია. ამითი ფაქტობრივად ხდება იტალიის ჩაწერა ახალ ევროპულ წესრიგში. 15 თებერვალი ისევ დუგლას C-4-ის კატასტროფა ამჯერად ბოგოტაში. დაიღუპა 53 ადამიანი. 17 თებერვალი საფრანგეთის ჯარებმა ვიეტნამში ჰანოი დაიკავეს. 5 მარტი უკვე საქართველოს შემოდის ასპარეზზე. სწორედ ამ ავიაკატასტროფების ნუსხაში. კერძოდ, სვანეთის უღელტეხილზე დაიღუპა დუგლას C-47, რომელიც საბჭოთა ავიაფლოტს ეკუთვნოდა, დაიღუპა 27 ადამიანი. 12 მარტი ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ოფიციალურად წამოაყენა საბჭოთა კავშირის შეჩერების საგარეო კურსი. ეს უკვე შეიძლება ითქვას არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ცივი ომის აი ამ ფაზისა, უკვე ცივი ომის თუ შეიძლება ასე ითქვას კალამბური ცხელი ფაზის, სადაც უკვე სრულად არტიკულირებულია, რომ ეს დაპირისპირება საბჭოთა კავშირისა და ამერიკის არის მრავალწლიანი, არავინ არ იცის ჯერ ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ ის რომ ეს დაპირისპირება უკვე ძალიან სერიოზული იქნება და მრავალწლიანი იქნება, ამას უკვე ყველა გრძნობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, რადგანაც ძალიან კარგად ჩანს მთელ მსოფლიოში კომუნისტური წითელი ვირუსის არნახული გავრცელება, რასაც ხელი შეუწყო თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ. ამისი ერთ-ერთი გამოხატულება 14 მარტი ფილიპინებზე ფუძდება ამერიკის სამხედრო ბაზა. აი სამხედრო ბაზა, რომელიც დღემდე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკის სამხედრო ბაზებიდან და რომელიც არის აზიაში ერთ-ერთი ფაქტორი ამერიკული დომინაციის. 22 მარტი ესეც საინტერესო მომენტია, როგორ აისახა და ცოტა ხანში ჩვენ დავინახავთ ამას უკვე მოგვიანებით შიდა პოლიტიკაზე და შიდა მდგომარეობაზე ამერიკაში როგორ აისახა ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო მოხელეთა ლოიალობის შემოწმების შესახებ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. რა ლოიალობაზეა ლაპარაკი? ლაპარაკია უპირველეს ყოვლისა არიან თუ არა ისინი მემარცხენეები, ანუ კომუნისტები ან სოციალისტები. ხო არ აქვთ ესეთი სიმპათიები და ცოტა ხანში ჩვენ ნახავთ რამოდენიმე წლის შემდეგ ეს რა მოყვება ამ ლოიალობის შემოწმებას. მთელი ნუსხა ავიაკატასტროფებისა. 22 აპრილი აეროფლოტის თვითმფრინავის კატასტროფა ტაიმერში, საბჭოთა კავშირში. 29 აპრილი იმავე დუგლას
DC-ის ოღონდ ამჯერად 4C4-ის ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში 43 ადამიანი დაიღუპა. ტაიმერში დაიღუპა 30-მდე ადამიანი. მაისის ბოლოს და 13 ივნის C-54 უკვე სხვა ნომრის ორი ასევე დუგლას DC-ის კატასტროფა შესაბამისად ბეინბრიჯსა და ჩარლსტაუნში. სულ დაიღუპა ამ ბოლო ორ კატასტროფაში 100-მდე ადამიანი. 31 მაისი. იტალიის მთავრობიდან აძევებენ კომუნისტებს. ეს საკმაოდ ისეთი მომენტია 47 წლიდან ფაქტობრივად ჩვენ დავინახავთ გეგმაზომიერად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობიდან აძევებენ კომუნისტებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამას პირიქით კომპარტიების პოპულარიზაცია და პოპულარობა მოსდევს. ესე იგი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა ის ქმედითი ნაბიჯი, რომელიც მსოფლიო თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას რაც გააზრებულად უნდა გადაედგა, რაც სხვა ზომები ალბათ სხვა ზომები იყო საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ამას დავინახავთ ნელ-ნელა, რომ ფაქტობრივად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობიდან გააძევეს კომუნისტები, პირიქით ძალიან ბევრი სოციალური და პოლიტიკური აფეთქება და პრობლემა მოყვა ამას. 5 ივნისი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჰარვარდის უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ევროპის აღდგენის გეგმა წარმოადგინა. ესე იგი, ეს ჯერჯერობით არის მხოლოდ გარკვეული პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ ეს არის ჰარვარდის უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ინტელექტუალური ცენტრი შეერთებული შტატებისა დასავლური განათლების საზოგადოდ და როგორც წესი აი ასეთი ტიპის პროგრამები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ხდება ხოლმე ასეთი პროგრამების წამოყენება. აი ეს არის ის პროგრამა, რომელსაც შემდგომში მარშალის გეგმა დაერქმევა და მომავალ წელს 1948 წელს ჰარი ტრუმენი ოფიციალურად მოაწერს ხელს ევროპის აღდგენის აი ამ გეგმას. 12 ივნისი ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ტრუმენის პროგრამის კონტექსტში. ანუ თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ დავინახავთ ცოტა ხანში, რომ ნელ-ნელა იკვეთება მომავალი ნატოს კონტურები. ერთ-ერთი ესეთი მომენტი არის სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან წილად სამხედრო თანამშრომლობას სწორედ სამხედრო სივრცეში და ტრუმენი ცდილობს, რომ საბჭოთა კავშირის გარშემო რაღაცნაირად გარკვეული ალყა დაარტყას და რაღაცა ჯაჭვი გააკეთოს. ცოტა ხანში დავინახავთ კიდე რომელ ქვეყანასთან დაიდება ესეთი ტიპის ხელშეკრულება. 15 აგვისტო სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელი აქტი ინდოეთის სრული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მაჰატმა განდის ეს პოლიტიკა, მისი ახიმსას პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა არაძალადობრივი მეთოდებით ინდოელი ხალხის უდიდესი ნაწილის ინდური საზოგადოების ჩართვას აი ამ ბრძოლაში, საბოლოოდ დაგვირგვინდა ერთი შეხედვით აი ტრიუმფალურად, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მალე არ ნახულა ტრაგიკული მოვლენები მოყვება ამ ინდოეთის სრულ დამოუკიდებლობას და ეს ტრიუმფი რაღაცნაირად დაიჭრილება რამდენიმე ესეთი ძალიან არასასიამოვნო და არასასურველი მოვლენით. 2 სექტემბერი რიოს პაქტი. რა შემდგომარეობს რიოს პაქტი? ეს რიოს პაქტი ასევე უნდა განვიხილოთ ცივი ომის კონტექსტში და პრეზიდენტ ტრუმენის საბჭოთა კავშირის შეჩერების საგარეო კურსში. ლაპარაკია ფაქტობრივად ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის უსაფრთხოების ერთიან გეგმაზე. აი რიოში დაიდო პაქტი სწორედ უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ, რა თქმა უნდა, რაც ითვალისწინებდა აი ამ საბჭოთა საფრთხეს და სწორედ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს არის გარკვეული პრევენცია მოსალოდნელი საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ არა მარტო. საქმე არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ქვეყნებში პოპულარობას იძენენ კომუნპარტიები, ამავე დროს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა ჩინეთი არის სწორედ კომუნისტური საფრთხის წინაშე. ჩინეთში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და აი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მომენტი 19 სექტემბერი, სადაც ალბათ პირველად გაისმის აი ესეთი გონგის საგანგაშო გონგის ხმა. კერძოდ ტრუმენს
აუწყეს გომინდანის არმიის კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. რაც ცხადია ითვალისწინებდა გენერალ ჩანკაიშისათვის ქმედითი სამხედრო დახმარების გაწევას. ეს არის ძალიან შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი არის არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მე-20 საუკუნის ისტორიაში. 19 სექტემბერს უკვე ფაქტობრივად ჩანს, თუ კარგად დავაკვირდებით, რომ კომპარტიის ჯარების გამარჯვება ფაქტობრივად გარდაუვალია. უბრალოდ ამას გარკვეული დრო ჭირდება. ჩინეთის ეს უშველებელი სივრცე, რაოდენობრივი ფაქტორი, მაგრამ უკვე გამოიკვეთა, რომ მეორე დიდი ქვეყანა ხდება კომუნისტური, რაც რა თქმა უნდა ტრუმენის გეგმებსა და თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების გეგმებში რა თქმა უნდა არ შედის. ეს მათთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ძალიან დიდი დარტყმა და საერთოდ საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ალიანსი, ну ალბათ ეს არის ყველაზე უფრო მძიმე რამ, რაც მძიმე გამოჩნდა შეერთებული შტატებისა და ანტიფაშისტური კოალიციისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 6 ოქტომბერი ტრუმენის აი ამ გეგმის გაგრძელება, გეგმაზომიერი გაგრძელება ამ პროგრამის საბჭოთა კავშირის შეჩერების. კერძოდ, დაახლოებით იმავე ტიპის ხელშეკრულება, რაც მოეწერა შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის, დაახლოებით იმავე ტიპის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი თეირანში. ანუ ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი, ფაქტობრივად აღმოსავლეთიდან გარკვეული ალყა კეთდება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თურქეთი, ირანი ერთ კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატები თავის თავზე იღებს არაუბრალოდ ირანის სამხედრო ძალების წვრთნაში და აღჭურვაში მონაწილეობას, არამედ რეალურად სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეგზალებათ ირანის ჯარში ამა თუ იმ სახით სამსახური შეერთებული შტატების ნებართვის გარეშე. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ანუ ფაქტიურად რომ გავაგრძელოთ, კეთდება გარკვეული აღმოსავლეთის მხრიდან აღმოსავლური ალყა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აბსოლუტურად გააზრებული, გეგმაზომიერი და რაც თავარია, თავარ როლს სწორედ ეს სამხედრო ალიანსები ასრულებს. 22 დეკემბერი 1957 წლის 22 დეკემბერი აღმოჩნდა ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი იტალია დღიდან შექმნისა და ჩვენ ვიცით რომ იტალია როგორც პოლიტიკური ერთეული, რაღაც გარკვეული მთლიანობა, არა როგორც ტერიტორია ან კულტურული ქრონოტოპოსი ჩდება მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. იტალია თვითონ ეს ტოპონიმი არის უძველესი დროის ჩვენს რიცხვამდე. იტალია ყოველთვის წარმოადგენს გარკვეული კულტურების კერას, ჯერ ბერძნული კულტურის, შემდეგ ლათინურის, შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ის ასოცირდება უკვე კათოლიკე ეკლესიის ცენტრთან, რომთან და ასე შემდეგ. მაგრამ აი ძალიან საინტერესო რაღაცაა, როგორც პოლიტიკური ერთეული ის ფორმდება მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში. მე-19 საუკუნეში არსებობდა ესეთი ფრთოსანი გამონათქვამი, რომ იტალია არის გეოგრაფიული და არა პოლიტიკური ცნება და ამაში ბევრი რამ მართალი იყო. დღიდან შექმნისა იტალია იყო მონარქია. მთელი 70 წლის განმავლობაში მეტი. ეს არის მომენტი, როდესაც გარდატეხა ხდება იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცნობილი რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც ასახულია უამრავ ნეორეალისტურ ფილმში, როგორც რობერტო როსელინის, ასევე ვიტორიო დე სიკას, ჯუზეპე დე სანტის. ეს მომენტი, რადიოთი როგორ უსმენს ხალხი ან ოჯახები როგორ უსმენენ ამ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებას, არის იტალიის ისტორიის, თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი და ისე ვიმეორებ, ძალიან ბევრ ნეორეალისტურ ფილმში არის ასახულია ეს მომენტი. სწორედ 22 დეკემბერს იტალია მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუცია. ანუ იტალია გახდა რესპუბლიკა. რაც რა თქმა უნდა იყო გარკვეული ტიპის ძალისხმევა, არჩევანი, რაც გარდატეხა შიდა პოლიტიკური ცხოვრების, რომელმაც სათავე დაუდო იმას, რასაც ეწოდება თანამედროვე იტალია და თანამედროვე იტალიური პოლიტიკური პროცესი. ამ აზრით შეიძლება ითქვას, მოხდა ნაციის დაბადება. თავიდან დაბადება მოხდა ნაციის როგორც თანამედროვე ერის, თანამედროვე დემოკრატიის. ამ აზრით 22 დეკემბერი რაღაცნაირად ისეთივე მნიშვნელობის
მოვლენა იტალიისთვის, რაც 1799 წელი ფრანგებისათვის. ანუ იტალიაც რაღაცნაირად შეიძლება მივაკუთვნოთ დაგვიანებული ერების რიგს, რომელიც ჩამორჩება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბრჭყალებში ისტორიულ პროცესს, რომელსაც ბოლო 200 წელია სწორედ რევოლუციები და გარდატეხები განსაზღვრავენ. ის რომ იტალია გახდა რესპუბლიკური, ამაში სხვათა შორის კომუნისტებმა საკმაოდ დიდი მონაწილეობა მიიღეს. არსებობდა რაღაცა გარკვეული შიდა შეთანხმება, შინაგანი შეთანხმება, მოდი ესე ვთქვათ, კომუნისტებსა და ლიბერალებს შორის. მონარქიული იტალია, კონსტიტუციური მონარქია რომ ყოფილიყო იტალიაში, რა თქმა უნდა, ეს უფრო გადახრიდა იტალიას მარჯვნივ. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ამ თვალსაზრისით, თუ ამ ყველაფერს ცივი ომისა და ტრუმენის პროგრამის ფარგლებში განვიხილავთ, იტალია, რა თქმა უნდა, თუ გადავხედავთ 1947 წლიდან 91 წლამდე ამ ფართოგაგებით ევროპის პოლიტიკურ ისტორიას და დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირების ისტორიას, რა თქმა უნდა, იტალია გარკვეული აზრით არის სუსტი რგოლი, რომელიც ხშირად იტალიის საზოგადოების გარკვეული ნაწილი იხრება საბჭოთა კავშირისაგან. ასე რომ ამ რესპუბლიკურ კონსტიტუციას და იტალიის რესპუბლიკის დაბადებას გარკვეული რაღაცნაირი ამბივალენტურობაც სდევს თავიდანვე. და მთელი ეს პერიოდი 1947 წლიდან 91 წლის ჩათვლით, მთელი ეს 54 წელი სწორედ უნდა განვიხილოთ ცივი ომის კონტექსტში. ევროპულმა კულტურამ ძალიან სწრაფად დაიწყო ნაცისტური გამოცდილების ანალიზი და რეფლექსია ნაციზმის თემაზე, სხვადასხვა სახით. 1947 წელს გამოვიდა ორი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. თომას მანმა გამოსცა თავისი დოქტორი ფაუსტუსი და ალბერ კამიუმ გამოაქვეყნა თავისი რომანი შავი ჭირი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად მივყვებოდით აი თითქოს ამ წერის პროცესს, როგორ დაიწყო თომას მანმა ამ რომანის წერა, 57 წელს ის საბოლოოდ გამოქვეყნდა. ამასობაში თომას მანმა გარკვეული პაუზა გააკეთა, ეს არის მნიშვნელოვანი, 30-იან წლებში მას დაწყებული აქვს თავისი ტეტრალოგიის იოსებ და ძმანი მისნის წერა. ორი ტომი უკვე გამოცემულია და აი სწორედ მაშინ გააკეთა ეს პაუზა, 53 წლიდან 57 წლამდე ის წერდა დოქტორ ფაუსტუსს და დოქტორ ფაუსტუსი გამოვიდა 57 წელს. ჩვენ გვახსოვს ამ რომანის ფინალი, სადაც მარტოსული ადამიანი, ანუ გენიალური გერმანელი კომპოზიტორის მეგობარი სერენუს ცაიტბლომი ლოცულობს თავის სამშობლოსთვის და თავისი მეგობრისათვის და მეგობარი და სამშობლო აღმოჩნდება რომ ერთი იგივე. ანუ ადრიან ლევერკიუნი რაღაცნაირად არის ახალი დროის ფაუსტუსი არის ერთი მხრივ გერმანიის სიმბოლო, რომელმაც ხელშეკრულება დადო ეშმაკთან, ანუ ნაცისტთან. აი ესე გადაიაზრა თომას მანმა ეს მრავალსაუკუნოვანი სიუჟეტი. რაც შეეხება ალბერ კამიუს შავ ჭირს, ეს რომანი ბევრად უფრო თუ შეიძლება ასე ითქვას, დღევანდელი გადასახედიდან უფრო ალეგორიული გამოვიდა. ერთი მხრივ ლაპარაკია ერთ ფრანგულ ქალაქზე, ალჟირულ ფრანგულ ქალაქზე, ორანზე, სადაც ჩნდება შავი ჭირი, სადაც ორანი каранტინში აღმოჩნდება, ანუ შესვლა შეუძლებელია, გასვლა შეუძლებელია, როგორი ახალი ტიპის ურთიერთობები იბადება აი ამ ქალაქში, სადაც შავი ჭირი მძვინვარებს. ეს არის ჩანაწერები, მესამე პირში დაწერილი ჩანაწერები და ყველაზე უფრო ეფექტური ფინალში რაც არის, აღმოჩნდება, რომ მთავარი მოქმედი პირი, დოქტორი ექიმი rie, რომლის თვალთახედვითაც არის დაწერილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს რომანი, თურმე თვითონ არის ამ ჩანაწერების ავტორი. აი ეს მესამე პირი, ეს ობიექტურობა, რაღაცნაირი აი დიაგნოსტიკური ტიპის, ანამნეზური ტიპის ობიექტურობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საოცარი ხერხი, რაც გამოიყენა ალბერ კამიუმ. მთავარი მომენტი რა არის? აი ეს შავი ჭირი ეპიდემია, რომელიც სრულიად აშკარად ატარებს ტოტალიტარულ ხასიათს. რა ეპოქაშიც არ უნდა წაგეკითხა ეს რომანი, მახსოვს ჩემი საკუთარი გამოცდილება, როდესაც ის საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში წავიკითხე, ხო? ეს იყო თითქოს გამოხატულება და ალეგორია აი ამ რეჟიმისა, რაც იყო დამყარებული. ანუ კამიუს გამოვიდა რომანი,
რომელიც ფაქტობრივად ერთი მხრივ არის ალეგორიული, მაგრამ მეორე მხრივ არნახულად ზუსტად და რაღაც დიაგნოსტიკურად გამოხატავს ყველა ტიპის ტოტალიტარიზმს, გამოხატავს, აჩვენებს, აღწერს და გვისურათ ხატებს. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ევროპულმა კულტურამ ძალიან სწრაფად დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, აი შედევრალური ნაწარმოებებით დაიწყო ნაცისტური ტოტალიტარული საზოგადოებრივი გამოცდილების გააზრება, მისი გადახარშვა, გამოცდილების გამოტანა იქიდან თუ რაც მოხდა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. 1947 წელი და რაღაცნაირად კარგი იქნება თუ თვალს გადავავლებთ იმას თუ რა ხდება საბჭოთა კავშირში. ერთი დიდი მწერალი უკვე 2 წელია წერს რომანს, რომლის სათაურიც ჯერჯერობით სახელწოდებაც ჯერჯერობით არ არის გამოკრისტალებული, მაგრამ ეს არის მომავალი ექიმი ჟივაგო. პასტერნაკი ამ რომანს და არ არის ესეთი არ არის შემთხვევით, სწორედ როცა კამიუ ახსენეთ, კამიუ იქნება ერთ-ერთი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს დაუჭერს პასტერნაკისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას და პასტერნაკისათვის ნობელის პრემიის მინიჭება რაღაცნაირად თითქოს კამიუს გამარჯვებაც არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. 1945 წელს პასტერნაკმა დაიწყო რომანის წერა. პოეტი პასტერნაკი მანამდეც ეთამაშებოდა ხოლმე, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროზას და მას აქვს პროზაში ესეთი შედევრები დაწერილი, როგორც არის მაგალითად ლუვერსის ბავშვობა, მაგრამ მთელი ამბავი არის სპექტორსკი რომანის ჩანახატი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იყო გარკვეული აზრით ჩანახატი ფრაგმენტი და არ ქონდა ესეთი დიდი ეპიკური ტილოს სახე. აი პასტერნაკმა 47 წელს უკვე იცის, რომ რასაც ის წერს არის ძალიან დიდი ეპიკური გარკვეული აზრით ისტორიოსოფიული ტილო. რომანი დამთავრდება 1955 წელს, ანუ 10 წლის განმავლობაში ის წერს აი ამ რომანს და რა არის მთავარი თემა, რისი გააზრება უნდა, ასევე ისტორიული გამოცდილების. მაგრამ არა იმდენად ომის, რამდენადაც საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. საიდანაც დაიწყო გარკვეული აზრით ევროპული მუტაცია მე-20 საუკუნეში, ანუ ის უბრუნდება ფესვებს, ძირებს და იკვლევს 1917 წლის რევოლუციის მიზეზებს. რამაც პასტერნაკის აზრით არაპირდაპირ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პასტერნაკი ჩავიდა უფრო სიღრმეში და დაიწყო კვლევა. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის აჩვენებს ამავე დროს 1914 წლის ომის, 1914-18 წლის ომის ხატებს, აი ამ მისი ნარატივის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის სწორედ ეს ომი, ომის გააზრება და ომიდან როგორ დაიბადა სწორედ ეს მუტაცია, რასაც შეიძლება უწოდოთ მე-20 საუკუნის ალბათ უმთავრესი მოვლენა ოქტომბრის გადატრიალება თუ ოქტომბრის რევოლუცია. ამ თვალსაზრისით თომას მანი, კამიუ და პასტერნაკი სრულად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობენ გაიაზრონ მე-20 საუკუნის ევროპული ისტორიის საკვანძო მომენტები, საკვანძო თემები. მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება სწორედ ცივი ომის კონტექსტში, მას შემდეგ რაც ჩერჩილმა წარმოსთქვა თავისი ეს ფულტონის სიტყვა, ხომ? აი ამ კონტექსტში ქვეყნდება კამიუს რომანიც, ამ კონტექსტში ქვეყნდება თომას მანის რომანიც, აი ამ პირობებში იწერება პასტერნაკის რომანიც, როდესაც კომუნიკაციები და მათ შორის კულტურული კომუნიკაციებიც კი რაღაცნაირად არა იმდენად დარღვეული, რამდენადაც არის შებოჭილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ეს თუ შეიძლება ასე ითქვას, ევროპის თუ დასავლეთის დასავლური კულტურის სული სხვადასხვა მწერლების მეშვეობით თითქოს რაღაც თლიანობაში იაზრებს საკუთარ წარსულს და საკუთარ აწყოს და ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ ის რაც ხდება ფრანგულ კულტურაში, ის რაც ხდება გერმანულ კულტურაში, რაც ხდება რუსულ კულტურაში, რაღაცნაირად სინქრონიზებულია სხვა დონეზე, იმ დონეზე, რასაც შეიძლება უწოდოთ სწორედ სულის ისტორია, სულის თავგადასავალი.